Ჭუყაძის Liberty Bank-ს ბაზის ბანკი ყიდულობს. ბაზის ბანკი ჩინური Hualink ჯგუფის საკუთრებაშია. ინფორმაციას BMG წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გარიგება სავარაუდოდ რამდენიმე კვირაში დასრულდება. გარიგების ღირებულება ჯერჯერობით უცნობია. გიგაბოკერია წულუკიანის კომისიაზე მისვლას არ აპირებს. ფედერალისტების ლიდერი ამბობს, რომ პოლიტიკურ მასკარადში მონაწილეობას არ მიიღებს. დღეს თეა წულუკიანმა ის ადამიანები ჩამოთვალა, რომლებიც მისი თქმით კომისიაზე ნებაყოფლობით უნდა გამოცხადდნენ. გიგაბოკერიასთან ერთად წულუკიანი ამბობს, რომ მოკვლევა ლევან რამიშვილის, ჭიორო თაქთაქიშვილის, გიორგი კანდელაკისა და სიმონ ჯანაშიას ირგვლივაც უნდა ჩატარდეს. ვაშინგტონში უკრაინის დელეგაციის შეხვედრები გრძელდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი დღეს სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება განიხილეს და საჰაერო თავდაცვის სფეროში უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრეს. უკრაინის პრეზიდენტმა სპეცოპერაცია ობობას ქსელში მონაწილე სამხედრო ოფიცრები დააჯილდოვა. ვინაობა მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე გასაიდუმლოებულია. სპეცოპერაციის შემდეგ უკრაინამ რუსეთის სამხედრო ავიაციას 7 მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენა. გიორგი ლორია ხვალ ნაკრებში ბოლო მატჩს გამართავს. ფეხბურთელი საქართველოს ეროვნული ნაკრების კარს 2008 წლიდან